აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ჯერჯერობით ისე უცნობია დარჩება თუ არა გადაცემა ტელესპექტაკლი ტელევიზიის საეთერო ბადეში. ზუსტი პასუხი 2 დღეში გახდება ცნობილი. თუ საკითხი დადებითად არ გადაწყდება, არ არის გამორიცხული ხელოვანებმა პროტესტის უკიდურეს ზომასაც მიმართონ. დასავლეთ საქართველოში მოქმედი ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დღეს დილიდან ქუთაისში შეიკრიბა. მიზეზი აჭარის ტელევიზიის პროექტ ტელესპექტაკლის დახურვაა. თეატრალებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და აქციები დააანონსეს. ხელოვნებისა და თეატრებისათვის საოცარ გადაცემებს აკეთებს ეს ტელევიზია და წარმოუდგენელია ჩვენთვის, რომ ეს რასაც ტელესპექტაკლები ქვია მოიღოს მისი ვადიდან. ეს არის ყველაზე გლობალური და მასშტაბური პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ქართულმა თეატრმა და ტელევიზიამ ერთობლივად შექმნა. 14 იანვარს არის ქართული თეატრის დღე, იქ გადაწყდება თქვათ პროტესტის რა ფორმებს მიმართოთ შემდგომ, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ დაგჭირდება. ქუთაისში გამართული ბრიფინგის შემდეგ აჭარის ტელევიზიამ ხელოვანებთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამიტომ მსახიობებმა და რეჟისორებმა ბათუმში, თოჯინების თეატრის შენობაში გადაინაცვლეს. აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრებთან და დირექტორთან მოლაპარაკება ხმაურიანი გამოდგა. და ამას უნდა უხადო ჩვენ ფული და ხარკი უნდა უხადო ჩვენ. და მადლობა უნდა ვთქვა დავახმაროთ, უნდა ქვეყნის დაქცევაში. ეს ნორმალურია? მე მაინტერესებს, აი კონკრეტულად მითხარით თქვენ მე. კონკრეტულად მითხარით. ვინ მოგცათ ამის ბრძანება, რომ ეს დახურული იყო ეს პროექტი. მოუხმოთ ყველა მგონიერებას და ნუ ვიზამთ იმას, რომ რეგიონული განვითარების პროექტი დაგვეპყოს ყველას ერთად თავზე. ჩვენ ძალიან მაღალი ხმა გვაქვს. ადამიანებს, რომლებიც მაუწყებელში მუშაობენ, არ აქვთ სამუშაო ოთახები. ადამიანებს, რომლებიც მაუწყებელში მუშაობენ, საკუთარი შენობაც კი არ გააჩნიათ და საკმაოდ რთულია ის გამოწვევები, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. პროგრამული პრიორიტეტები, რომელიც გულისხმობს ხელოვნებაზე, განსაკუთრებულ ხაზგასმას და ყურადღებას, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება. პოზიციები გაიყო ბორდის წევრებსა და დირექტორს შორისაც. ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ტელევიზიას რესურსი არ აქვს. ბორდი კი დირექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ერთი გადაცემის შენახვა მაუწყებლისთვის პრობლემა არ არის. ეს გადაცემა უნდა არსებობდეს აჭარის ტელევიზიის ეთერში, იმიტომ რომ მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება სწორედ ეს არის, როდესაც საზოგადოების რაღაცა ჯგუფი განსაკუთრებით არის შენი სამიზნე აუდიტორია, მგონია, რომ ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში იმ გადაწყვეტილებას, უბრალოდ დირექტორი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ხალხის სურვილზე დაფუძნებული. მოვისმინეთ თქვენი პოზიციები, რაც შეეხება შიდად საუბრებს და გადაწყვეტილებებს, მოგვიანებით მოგახსენებთ, მივიღეთ თქვენი წერილობითი მოთხოვნა, მე თქვენთან ერთად ვესწრებოდი ამ შეხვედრას. ძალიან მოკლე ხანში. არა, ქალბატონი ნატა ამბობს, არა, უკაცრავად რა. ქალბატონი ნატა ამბობს 2 დღეს. დარჩება თუ არა ტელესპექტაკლი აჭარის ტელევიზიის ეთერში. საბოლოო გადაწყვეტილება 2 დღეში გახდება ცნობილი. გადაცემა, რომელიც მაყურებელს სხვადასხვა რეგიონში გამართული სპექტაკლების ჩანაწერებს თავაზობდა, აჭარის ტელევიზიის ეთერით 3 წელია, თვეში ერთხელ გადის. თეატრალები ამბობენ, რომ პროექტის დახურვის შემთხვევაში საპროტესტო ტალღა დაიწყება. თბილისი დიზაინზე ორიენტირებულ ქალაქთა სიაში ამ და სხვა სიახლეებით პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით, დაგველოდით. ფერმელი გილოცავთ შობა ახალ წელს და გთავაზობთ სესხებს პირველი თვე უპროცენტოდ. ექსპრეს ბანკის იანვრის აქცია. ისარგებლეთ ჩვენი განსაკუთრებული აქციით. აიღეთ ექსპრეს სესხი 1500 ლარამდე. დაიწყეთ გადახდა 30 დღის შემდეგ. შეიქმნით საკრედიტო ისტორია ექსპრეს ბანკში და მიიღეთ უკეთესი შეთავაზებები. ექსპრეს ბანკი მარტივია. თქვენს გოგონას ნათელი მომავალი აქვს. რით რეცხავთ მის თეთრ კაბას? ვცდილობ თანხა დავზოგო. ამიტომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა საშუალებას ვიყენებ ფასტაკლებების მიხედვით. მაშინაც კი თუ თქვენ თანხას ზოგავთ, თქვენი გოგონა მაინც უნდა ანათებდეს. როგორ და ტაიდის დახმარებით. ასეთი სიკათქათე კარგია, მაგრამ მე ტაიდი ძალიან ძვირი მეგონა. არა, ტაიდი იმაზე ბევრად იაფია, ვიდრე გგონია. ამიერიდან ტაიდი მუდამ ჩემთან იქნება. წლის ბოლო ფინალური დასაჩუქრება და 50%-მდე ტოტალური ფასდაკლება ყველაფერზე. ტექნობუმი გილოცავთ შობა ახალ წელს. წარმატება დაგებედოთ.
მიუხედავად იმისა, რომ შენ გსურს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეს შენ მინდა, ზოგჯერ არჩევანის გაკეთება გიძევს, შენს განსაკუთრებულ დღეებშიც კი, მაგრამ ეს საჭირო აღარაა. Always Platinum-ის ახალი თაობის საფენი გამოირჩევა დაუჯერებელი სირბილით და სრულყოფილი დაცვით გაჟონვისგან. 1000-მდე მიკრობალიში ორივე მხარეს, ახალ ზედაფენას. Always Platinum-ი, მათთვის, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი სურს. ნომერ პირველი Always-ი, დაცვა და სირბილე. გრანდიოზული საახალწლო დასაჩუქრება ტექნობუმში შეიძინე სარეცხი მანქანები დიდი ფასდაკლებით 529 ლარიდან და მიიღე უამრავი საჩუქარიან გახდი ავტომობილის მფლობელი. ტექნობუმი, დაიბედე ბედნიერება და სიხარული. საახალწლო განწყობა და საუკეთესო საჩუქრები მახთის ოფისებში. შეიძინეთ Huawei-ის უახლესი სმარტფონები თვეში 21 ლარიდან და საჩუქრად მიიღეთ. პაკეტი მარტივი 25 ულიმიტო საუბრით, ულიმიტო SMS-ებით და 1000 მეგაბაიტი ინტერნეტით. ასევე 1 წლის განმავლობაში ყოველთვე მობილური ინტერნეტი და სმარტფონის რინგი. საახალწლო განვადება ტელევიზორებზე. შეიძინე LED ტელევიზორები უპროცენტო განვადებით თვეში მხოლოდ 25 ლარად. გადახდა დაიწყე 3 თვეში და მიიღე უამრავი საჩუქარიან გახდი ავტომობილის მფლობელი. ტექნობუმი, დაიბედე ბედნიერება და სიხარული. ყოველდღიურ დაბრკოლებებს შენითმაც შენთან ერთად ხვდება. ახალ Head & Shoulders Men Ultra-სთან ერთად მე ყოველთვის მზად ვარ სამძოლველად. მისი ძლიერი მოქმედების აქტივატორები ქერტლისაგან საუკეთესო დაცვასა და ძლიერ თმას გპირდებათ. ახალი Head & Shoulders Men Ultra შექმნილია მამაკაცებისთვის. ფინალური დასაჩუქრება ტექნობუმში. გაიტანე განვადებით 4G სმარტფონი და მიიღე თანხა 200 ლარი ხელზე. იჩქარე, სანტამ ფულის დარიგება ტექნობუმში დაიწყო. რა არის დისკრიმინაცია? როდესაც სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლებენ. როდესაც დასაქმება შეუძლებელია. როდესაც მომსახურებაზე უარს მეუბნებიან. როდესაც არ მაქვს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება. როდესაც არ მაძლევენ ჩემს შვილთან დარჩენის უფლებას. საქართველოს კანონმდებლობით დისკრიმინაცია აკრძალულია რასის, კანისფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო. ფინალური დასაჩუქრება ტექნობუმში. გაიტანე განვადებით LED ტელევიზორები და მიიღე თანხა 300 ლარი ხელზე. იჩქარე, სანტამ ფულის დარიგება ტექნობუმში დაიწყო. ეს არის ჩვენი გარემო. წყლის რესურსი ამოუწურავია. დედამიწის 3/4 წყლით არის დაფარული. მაგრამ სოფლიოში 9-დან 1 ადამიანს ხელი არ მიუწვდება სასმელ წყალს. სასმელად ვარგისი წყალი დედამიწის მთელი წყლის მარაგის 1%-ზე ნაკლებია. მე, შენ და ყველანი ყოველ დღეს მოქმედებთ გარემოზე. გახსოვდეს, არასწორი მოხმარება წყალს ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის უვარგის ხდის და მომავალში აუცილებლად მივიღებთ შესაბამის შედეგს. დაზოგე წყალი. გავფრთხილდი გარემოს. ჩვენ ვუფრთხილდებთ. ჩვენ ვუფრთხილდებით. ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერშია. დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახოთ. ამ სათაურით სტატია ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანადის, საფრანგეთის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიისა და მექსიკის დედაქალაქებთან ერთად თბილისი აუცილებლად სანახავი ქალაქების სიაშია. CNN-ი წერს, რომ თბილისი საუკეთესო ელექტრონული მუსიკით, ღვინითა და Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულით გამოირჩევა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით წელიწადში დაახლოებით 700 ჟურნალისტი სტუმრობს საქართველოს. ჩვენ ვასპონსორებთ მათ მოგზაურობას იმისათვის, სოფლიო მასმედიაში საქართველო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს, აიზარდოს ცნობადობა ჩვენი ქვეყნის ტურისტული შეთავაზებების შესახებ. თბილისი, საქართველო, ჰოლივუდი ცხელი წერტილი ჰიპსტერებისთვის. ასე იწყებს მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი მედიის CNN-ის სტატიის ავტორი საქართველოს დედაქალაქის აღწერას. ძველი თბილისის ამსახველი ერთი თუმცა შთამბეჭდავი ფერადი ფოტოს ქვეშ თბილისი ლისაბონს შეადარა.
კითხვაზე თუ რატომ უნდა ესტუმროთ თბილისს, თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ქალაქი, სადაც ახალ მერად ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე აირჩიეს, მოდისა და ხელოვნების ჰაბი გახდა. აღნიშნულია ისიც, რომ ქალაქის ბიუჯეტში 334 მილიონი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული. რით არის თბილისში სტუმრობა საუკეთესო, CNN-ი ჩამონათვალში ელექტრონულ მუსიკას, ღვინოსა და Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე მიუთითებს. ჟურნალისტები თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე სხვადასხვა თემატიკით მოგზაურობენ ჩვენ ქვეყანაში. ეს შეიძლება იყოს ღვინის ტურიზმი, საქართველოს რეგიონები ან თბილისის კულტურული ცხოვრება და მათ შორის მოდის კვირეულები. სწორედ ასეთ ღონისძიებაზე იყო ჩამოსული CNN-ის გადამღები ჯგუფი და მათ გააშუქეს ჩვენი ქვეყანა. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული უკვე მე-6 სეზონია ტარდება, რითაც თბილისი მოდის დედაქალაქებს შეუერთდა და მსოფლიო მოდის რუკაზეც მოინიშნა. ყოველ სეზონზე კვირეულს არაერთი გავლენიანი გამოცემა სტუმრობს. თანამედროვე მოდის ისტორიაში რამდენიმე ქართველი დიზაინერის სახელი უკვე ჩაიწერა, რაც ახალი სახეების აღმოჩენის ინტერესიც გახდა. ცნობილი გამოცემები კვირეულზე სტუმრობისას სტატიებში ადგილს მოდასთან ერთად ქვეყნის კულტურასაც უთმობენ. CNN-მა სტატიაში საქართველო ასევე მონიშნა როგორც ახალი კულტურული სცენა, რომელსაც 2017 წლის ნოემბერში ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვია, სადაც კინემატოგრაფიის უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს. ძველისა და ახალის სინთეზი მომწონს თქვენი ქალაქის არქიტექტურაში. შინდაბრუნების შემდეგ მე აუცილებლად ვურჩევ ყველას მის ნახვას. მზე არ მინახავს დიდი ხანია, აქ ყველაფერი სითბოთია სავსე. საოცარი ქალაქია, სადაც ახლა ჩამოვედი და ყველაფერი მომწონს. შვენიერი მთებია, თქვენთან გუდაურიდან დედაქალაქს ვესტუმრეთ დასათვალიერებლად. ეს ადგილი ყველაზე ძალიან მომწონს. თბილისი თბილია, აქ ართოს და ხალხით სიყვარულით ხვდება ყველგან. დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახო. ტელეკომპანია CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში თბილისი კანადის, საფრანგეთის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიისა და მექსიკის დედაქალაქებთან ერთად აუცილებლად სანახავი ქალაქების ჩამონათვალში მოინიშნა. გამოშვებას სხვა მნიშვნელოვანი თემებით განვაგრძელთ. თბილისის მერია საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველსაყოფად ერთვიან ხელშეკრულებებს აფორმებს. მომსახურებისთვის ხელშეკრულება შპს-ნილთან უკვე გაფორმდა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით შპს-ნილის შეთავაზება მერიისთვის მომსახურების დაბალი ღირებულების გამო მისაღებია. გაფორმებული ერთვიანი ხელშეკრულების მიხედვით კომპანია ნილის მომსახურების საფასური 4.5 მილიონ ლარს შეადგენს. ნილი ერთი თვის განმავლობაში საკვებით მთელი დედაქალაქის მასშტაბით 171 ბაღს უზრუნველყოფს. მარცხენა სანაპიროზე არსებული ბაღების შემთხვევაში შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. ვინაიდან საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი იწყება 15 რიცხვიდან, შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენამდე ხორციელდება ერთვიანი ხელშეკრულებით მომსახურების გაწევა. სავალდებულო სამხედრო გაწევის რეფორმა იწყება 5 უწყების წარმომადგენლებთან თავდაცვისა და უშიშროების